სოფლიოში არავის აქვს პასუხი კითხვაზე რა უნდა უპასუხოს სოფლიომ იმ გამოწვევას, რომლის წინაშე ის აღმოჩნდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, მე არ გულისხმობ, რომ ეს გამოწვევა სოფლიოსათვის იქნება ასე მაგალითად 2-3 წლის შემდეგ, მაგრამ 5-7-10 წლის შემდეგ რომ გარდაუვალად იქნება, ეს კი ფაქტია, ამის განჭორეტა, ამის პროგნოზირება ფრიადიოლია. რას გულისხმობ? რუსეთში დეზინტეგრაციული პროცესები გარდაუვალია. გეოპოლიტიკური ვითარება ისეთია უკვე და მომავალში ისეთი იქნება, რომ მოსკოვი დასუსტდება და ფედერაციის სუბიექტები, უკლებრივ ყველა თუ არა ბევრი, მოინდომებს განქორწინებას, ან თუ გნებავთ სხვაგვარად ვიტყვი, მეტ ავტონომიას იმპერიის დედაქალაქისაგან. დღეს რა ხდება? დღეს ფედერაციის პრაქტიკულად ყველა მდიდარი, განსაკუთრებით ურალს იქით არსებული სუბიექტები, ქმნიან დოვლათს, ამ დოვლათს ყიდიან, ფულს იღებენ და ურიცხავენ მოსკოვს, ძალიან ვამარტივებ, რასაკვირველია. მოსკოვი ამ გადარიცხული თანხიდან ნაწილს 1/10-ს, 1/20-ს, 1/30-ს უკან უბრუნებს ამ სუბიექტებს და ასე აცოცხლებს, ასულდგმულებს, უფრო ზუსტი რომ ვიყო. ხო და ფედერაციის სუბიექტები მას შემდეგ, რაც მოსკოვი დასუსტდება გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, რომელიღაც ეტაპზე პირობითად 10 წლის თავზე, დღეიდან 2036 წლისათვის, იტყვიან, რომ ამ ფულს თავად დაიტოვებენ და თავად უკეთ განკარგავენ ამ შემოსავალს და მოსკოვს პირიქით იქით გადაურიცხავენ პირობითად 1/10-ს თუ 1/20-ს თუ 1/30-ს, ხოლო 29-30-ს, ანუ უზარმაზარ ნაწილს თავისთვის დაიტოვებენ. თუ მოსკოვი გაჭედავს, მოსკოვის მომავალი ხელისუფლება, რუსეთის მომავალი ხელისუფლება, ამ შემთხვევაში განქორწინება არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ ურთიერთობის გადაძაბვა ფედერაციის სუბიექტებსა და დედაქალაქს შორის გარდაუვალია. გარდაუვალია ურთიერთობის გადაძაბვა მოსკოვსა და ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რეგიონს შორის. სრულ დამოუკიდებლობას, ხაზგასმით ვამბობ, მოითხოვს რუსეთისაგან სრულ დამოუკიდებლობას და არათუ მეტ ავტონომიას, არამედ სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვს ჩეჩნეთი, გაგიკვირდებათ და მიუხედავად იმისა, რომ დღეს კადინოვი ბანდიტია მისი მმართველი, ინგუშეთი ჩეჩნეთთან ერთად ან ჩეჩნეთის გარეშე, დაღესტანი ჩეჩნეთთან ერთად, ინგუშეთთან ერთად ან მათ გარეშე, ჩერქეზეთი გაგიკვირდებათ და შესაბამისად დეზინტეგრაციული პროცესები და კავკასიონ ქედ გადაღმა გარკვეული რკალის გაკეთების მცდელობა დღეს ცალკეული რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მხრიდან შემოსაზრებით გარდაუვალია. ჩრდილოეთ ოსეთი იქნება თუ არა მათ შორის, ვერ გეტყვით გულახდილად გეტყვით, არ მაქვს არც ცოდნა სათანადო და ვერც ანალიზს ვაკეთებ, ესე სახელდახელოდ შემიძლია თქვა, რომ ვერ იქნება და არ იქნება მეთქი, მაგრამ ვინ იცის. დეზინტეგრაციული პროცესები გარდაუვალია რუსეთში, მოსკოვის დასუსტების კვალდაკვალ. 2 წელიწადში, 3 წელიწადში, 7-ში, 10-ში და მსოფლიოს არ აქვს პასუხი, როგორ უნდა უპასუხოს, როგორ უნდა დაუხდეს ამ გამოწვევას. იმიტომ არ აქვს მათ შორის, რომ რუსეთი იცით თქვენ, რომ უზარმაზარი ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ უზარმაზარი და ბირთვული სახელმწიფოა. აქა-იქ კი არა ძალიან ბევრი ბირთვული კობილი, ბირთვული იარაღი განფანტულია მთელი რუსეთის მასშტაბით. და მოსკოვის დასუსტების კვალდაკვალს შეიძლება სულაც არ აწყობდეს ვაშინგტონსა თუ ბრიუსელს, ბერლინსა თუ პარიზს, რუსეთის პირდაპირ მნიშვნელობით დაშლა და მის ტერიტორიაზე პირობითად 17 ან 12 ან 8 დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმოქმნა, იმიტომ რომ მე უფრო რთული იქნება გაკონტროლება ამ ხსენებული ბირთვული იარაღისა. მოსკოვის დამარცხება ამ ომში, უკრაინასთან ომში, გარდაუვალად აუცილებელია მთელი მსოფლიოსათვის, რასაკვირველია, მაგრამ პარალელურად ამაზე ან ნაკლებად ფიქრობენ, შეიძლება ბევრს ფიქრობენ რა გითხრათ, რა მოგახსენოთ, პარალელურად აუცილებელია, რომ როგორღაც დამყარდეს თუ მოხდეს გაკონტროლება იმ ხსენებული
რუსეთის შეერაღებაში არსებული ბირთვული იარაღისა მითია მისი სიძლიერე რუსეთის რასაკვირველია, მაგრამ მაინც თუ უკონტროლო ან ცოტა პუტინზე მეტად შლეგი ადამიანების ხელში მოხდება ბირთვული იარაღი 2 თუ 18 თუ 58 ეს უკვე მსოფლიოსათვის სერიოზული საფრთხის მატარებელი იქნება მსოფლიო და განსაკუთრებით შეერთებული შტატები არ აძლევს ირანსაც კი ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას და მართებულადაც იქცევა და წარმოიდგინეთ უკვე შექმნილი იარაღი თუ მოხდება იმ პირთა ხელში გადაწყვეტილების იმ პირთა ხელში ვინც შეიძლება უტრირებს ცხადია მაგრამ დააჭიროს ღილაკ სადღაც არც ვიცი სად სიმართლე გითხრათ ჩელიაბინსკში უტრირებ რა თქმა უნდა და ააფეთქოს პირობითად იაპონია ესროლოს პირობითად იაპონიას და ამას მსოფლიო რასაკვირველი არ დაუშვებს მაგრამ ისიც კარგად ესმის მსოფლიოს რომ ეს დეზინტეგრაციული პროცესები რუსეთის დაასუსტების კვალდაკვალ ალბათ მაინც გარდაუვალი იქნება ეს ხომ ძალიან საინტერესო საკითხია მე მინდა გკითხოთ ახლა როგორ უპასუხა ამგვარ გამოწვევას გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ცივილიზებულმა სამყარომ უპასუხა ასე მთავარ მემკვიდრედ და ერთადერთ სამართალ მემკვიდრედ დაშლილი საბჭოთა კავშირისა ცივილიზებულმა სამყარომ მიიჩნია ამ კუთხით მაინც კიდევ ბევრი კუთხით რასაკვირველია რუსეთის ფედერაცია 91 წლის 25 დეკემბერს დაინგრა საბოლოოდ დაიშალა საბჭოთა კავშირი 91 წლის 25 დეკემბერს გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა გენერალურმა მდივანმა კომუნისტური პარტიისა პრაქტიკულად გადააბარა რუსეთი პრეზიდენტ ელცინს პირველ ლიდერს რუსეთის ფედერაციისა რომელიც მანამდეც იყო რუსეთის ლიდერი და ბირთვული იარაღი მათ შორის ბირთვული იარაღი მოხდა სწორედ კონცენტრირდა სწორედ რუსეთის ფედერაციაში ვისაც კი ჰქონდა მათ შორის უკრაინასაც უკვე შემდგომ პერიოდში ჩააბარებინეს გადააცემინეს ეს ბირთვული იარაღი 94 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი სწორედ ამ საკითხს ძირითადად სწორედ ამ საკითხს სხვა საკითხებთან ერთად ეხება რუსეთი გახდა მოსალოდნელიც იყო თავკომბალა უბრალოდ ერთადერთი მემკვიდრე ერთადერთი პატრონი ბირთვული იმ არსენალისა რომელიც საბჭოთა კავშირში იყო ყველგან არა ისიც მაგრამ საბჭოთა კავშირში იყო განფანტული თავარი შეცდომა რომელიც დაუშვა დასავლეთმა უკვე შემდგომ პერიოდში და ესეც ძალიან საინტერესო რაკურსია შემდგომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთთან მიმართებაში იყო ის რომ დასავლეთმა არ ჩაკლა გაანადგურა ის სტრუქტურები საბჭოთა კავშირისა რომლებსაც თავის მხრივ ჰქონდათ რევანშის განხორციელებისა და საბჭოთა კავშირის აღდგენის მწველი სურვილი გარკვეული ფორმით სხვათა შორის გორბაჩოვი 91 წლის 25 დეკემბერს ან დეკემბრის მიწურულს როდესაც საუბრობდა იმაზე რომ საბჭოთა კავშირი უკვე ისტორიას ჩაბარდა სულაც არ გულისხმობდა იმას რომ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკები ბალტიის სახელმწიფოების გარდა არ გაერთიანდებოდნენ რაღაცა ახალ წარმონაქმნ კონგლომერატში და კი ამიტომაც დეკემბრის მიწურულს 21-22 დეკემბრიდან დღის წესრიგში დადგა ახალი სამეკავშირეო ხელშეკრულების DSFS სახით დამოუკიდებელ სახელმწიფო და თანამეგობრობის სახით ახალი სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება და ერთადერთი ქვეყანა ბალტიის სახელმწიფოების გარდა ვინც არ მოაწერა იმ კვადრატშობილ ორგანიზაციაში შესვლას ქვეყნისა ერთადერთი ქვეყანა იყო სწორედაც რომ საქართველო და საქართველოს მაშინდელი ლიდერის მიერ გამსახურდია როლობას სწორედ 21-22 დეკემბერს უარი შეუთვალა მოსკოვს ყოველგვარ ახალ სამეკავშირეო ხელშეკრულებაში საქართველოს შეყვანის თაობაზე წინადადება უარყო ზვიად გამსახურდია და თუ ვინმე მეტყვის რომ გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა 21-22 დეკემბერს დაწყებული სახელმწიფო გადატრიალება დაგვირგვინებული წარმატებით კიტოვალისა და იოსელიანისა და სიგუასთვის და შევარდაძისათვის 6 იანვარს დაგვირგვინებული წარმატებით მომავალი წლის ან 92 წლისა არ იყო კავშირში საქართველოს საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოს შემადგენლობაში შეყვანასთან ანუ ეს არ იყო ვენდეტა ეს არ იყო შურისძიება რუსეთისა კრემლისა კგბ-სი
სპეცსამსახურებისა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის პირველი პრეზიდენტის გამსახურდიას მიმართ თუ წინააღმდეგ ეს ვინმე რასაკვირველია შეცდება. დიახ, სწორედ იმიტომ, რომ გამსახურდიამ ახალ სამეკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თქვა უარი, სწორედ ამ პერიოდში აბსოლუტურად შეგნებულად გამსახურდიას წინააღმდეგ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიდან დაიგეგმა ეს მოსკოვიდან დაიგეგმა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქმა განახორციელა კიტოვანთან და იოსელიანთან ერთად, იოსელიანი მოგვიანებით გამოდის საპატიმროდან გახსოვთ თქვენ, დაგეგმა ეს სახელმწიფო გადატრიალება და ეს ყველაფერი კავშირში იყო იმასთან, რომ ზვიადმა აყირავა მაგიდა. ზვიადმა თქვა, რომ მე და ჩემი საქართველო არასდიდებით არ დაბრუნდება, თუნდაც მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირის მაგვარ სხვა სახელწოდების, მაგრამ საბჭოთა კავშირის მაგვარ სახელმწიფოში აკი ამიტომაც დაისაჯა გამსახურდია 91-92 წლების მიჯნაზე 6 იანვარს საერთოდ გააგდეს, აკი გააგდეს ამ ქვეყნიდან, დატოვა მან ქვეყანა, აკი ამიტომაც დაისაჯა გამსახურდია უკვე 93 წლის მიწურულს, როდესაც დეკემბრის თვეშივე მან თავი მოიკლაო, ბევრი თქვენგანი კი იტყვის, მაგრამ ის მოკლეს რეალურად. მოკლეს რუსულმა და რუსეთთან შეკრულმა ქართულმა სპეცსამსახურებმა, ამაზე უკვე არის საუბარი, ეს იცის მისმა უკლებლივ ყველა შვილმა, კოკომაც, ეს იცის ცოტნემაც, ეს იცის გიორგიმაც, ეს იცის ყველამ, ვისაც გამსახურდია უყვარდა, ან მათაც კი იციან, ვისაც გამსახურდია სძულდა, არ მოსწონდა, ვინც ებრძოდა გამსახურდიას, ვიღაცა მალავს, ვიღაცა არ მალავს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ხოლო შორის ისევე როგორც მერაბ კოსტავაა მოკლული მანამდე 2 წლით ადრე 99 წლის ოქტომბრის 13-ში. მაგრამ ეს კიდევ ცალკე ისტორია. მთავარი შეცდომა, რაც დაუშვა დასავლეთმა გასული საუკუნის 90-იანებში, იყო ის, რომ მან დატოვა და რუსეთის ფედერაციას დაუტოვა სპეცსამსახურები, რომლებმაც 92 წლის იანვრიდან ვუტრირებ 1 იანვრიდან დაიწყეს ფიქრი იმაზე, როგორ აღედგინათ საბჭოთა კავშირის ნაირი იმპერია და დამოუკიდებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ ამა თუ იმ სახელმწიფოსთვის ბარემ ვიტყვი ბოდის ვიხდი. სხვათა შორის 91 წლის 25 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ანუ გადატრიალებამდე ჩვენთან, რომელიც წარმატებით დასრულდა 6 იანვარს მომავალი წლისა, ანუ 92 წლისა, 25 დეკემბერს გადატრიალებამდე 10-11 დღით ადრე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 25 დეკემბერსვე, ანუ მაშინ როგორც კი დასრულდა საბჭოთა კავშირის არსებობა, 70 წლიანი იმპერიის არსებობა ამ პლანეტაზე. დაუბრუნდეთ მთავარ თემას. მთავარი შეცდომა და ამას აღნიშნავს ასე მაგალითად იური ფერჩინსკი, ასეთი ისტორიკოსი. ჩემი რესპონდენტი ყოფილა ის არაერთხელ კონტექსტის ეთერში ფორმულაზე. მთავარი შეცდომა იყო ის, რომ დარჩა სპეცსამსახურები, კგბ დარჩა. კგბ დარჩა საკავშირო დონეზე, მოსკოვის დონეზე, რომელიც აქაურ, ან სხვა შემთხვევაში სხვა ქვეყნის, სხვა რესპუბლიკის კგბ-ს ფილიალებს, ადგილობრივ უსაფრთხოების თუ უშიშროების სამსახურებს აკონტროლებდა და ის კგბ ცდილობდა და ცდილობს ახლაც აღადგინოს რუსეთის დიდი იმპერია, შედარებით დიდი იმპერია. თუ დღეს რუსეთი გადაჭიმულია მსოფლიოს პლანეტის 1/7-ზე, კიდევ უფრო დიდი გახადოს. რუსეთი და გადაჭიმოს 1/6-ზე და ვინც ის და კიდევ უფრო ფართოდაც 1/5-ზე და ლამის ნახევარი მსოფლიო დააპყრობინოს პუტინს თუ პუტინის მემკვიდრეს არანაკლებ შლეგი რომ იქნება გარკვეული ანალიზით თუ გარკვეული პროგნოზით. ხო და ეხლა კითხვა მაქვს ამგვარი. დღეს ჩვენ უისტორიულ ეს პროცესს ვეხსნებით. საბჭოთა კავშირმა კუდი არ მოიქნია დაშლისასო ამას ვინც იტყვის ის პრინციპში შეცდება, მოიქნია ოღონდ არ ჩახფიჩი, არ ჩამოყიდები, არ გადაფსიხებულა ერთიანი ქვეყნის შენარჩუნებაზე, ერთიანი ქვეყნის შენარჩუნებაზე, დატოვებაზე. მაგრამ სხვა კუთხით მოიქნია ფეხი, კუდი, მან შექმნა ეთნოკონფლიქტები ხელოვნურად აბსოლუტურად, ასე მაგალითად საქართველოში, ასე მაგალითად მოლდოვაში მანამდე დაწყებული ეთნოკონფლიქტია, სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტი, თუნდაც ასე ვიტყვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, დასაკვირველია მოსკოვის მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა, არ შემდგარა.
კიდევ სხვა თვალსაზ, სხვა კუთხეებითაც, სხვა რაკურსებითაც მოიქნია ფეხი, თუ კუდი ესე ქვია, ხო? საბჭოთა კავშირმა კი არა მოსკოვმა და სპეცსამსახურებმა. ახლა გაცილებით მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს ამ სივრცეში. ახლა ფეხს და კუდს კი არ იქნევს, ჩავიციკლე ამ სიტყვაზე ფეხი. კუდს კი არ იქნევს მოსკოვი. ახლა გაცილებით უფრო მძიმე პროცესები მიმდინარეობს, როდესაც ის მოსკოვი პრაქტიკულად ანადგურებს ყველა იმ სახელმწიფოს, უკრაინას პირველ ყოვლისა, რომელსაც თავისუფლების რუსეთისაგან თავისუფლების სურვილი გააჩნია და პოზიციას აფიქსირებს საკუთარ ხმამაღლ. მე ვიქნები ჩემი ქვეყნის ბატონ პატრონი, ეს არის სწორედ ზელენსკის და არა მხოლოდ ზელენსკის მთავრობის და არა მხოლოდ ზელენსკის მთავრობის ღია განაცხადი, მინდა ნატოში შევალ და მინდა ნებისმიერ სხვა სივრცეში მე ვარ სუვერენული სახელმწიფო. საქართველო არ არის სუვერენული სახელმწიფო, სუვერენულ გადაწყვეტილებას ვერ იღებს რა მისი დღევანდელი დე-ფაქტო მართველი და კიდე ამ დე-ფაქტო მართველების მთავარი პირი აბასთუმნის უღრანებში გამაგრებული ბიძინა ივანიშვილი. სუვერენული სახელმწიფო არ არის საქართველოს სამწუხაროდ. დასავლეთმა როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, არავინ იცის. იმიტომ რომ რუსეთი რომც დაიშალოს, ან დეზინტეგრაციული პროცესები რომ წავიდეს რუსეთის ფედერაციაში, დასავლეთმა არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს. უნდა მისცეს თუ არა მეტი ავტონომიური უფლება თათარსთანს ან დამოუკიდებლობის შესაძლებლობა ასე მაგალითად ჩეჩნეთს. მაგრამ გარდა ამისა, დასავლეთმა არ იცის როგორ უნდა უპასუხოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. უნდა დატოვოს თუ არა, მისცეს თუ არა გარდაქმნისა და შეცვლის შესაძლებლობა რუსეთის იმ სპეცსამსახურებს, რომლებიც დატოვა გასული საუკუნის 90-იან წლებში. კერძოდ კგბ-ს და კგბ-ს მემკვიდრე FSB-ს, რომელიც მეორე დღიდან 90-იანებში ზრუნავს იმაზე, რომ რევანში აიღოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე. თუ დასავლეთი დაუშვებს დღესაც იგივე შეცდომას, ანუ რუსეთი დამარცხდება უკრაინის ფრონტზე, მაგრამ არ იქნება ჩაკლული განადგურებული რუსეთის სპეცსამსახურები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც რუსეთი მოფერიანდება, თქვა 15 წლის შემდეგ, ზუსტად ისეთივე პრობლემების წინაშე ან ვინც ის და იქნება უფრო სერიოზული პრობლემების წინაშეც კი აღმოჩნდება მსოფლიო, ვიდრე ის აღმოჩენილია მოცემულ ეტაპზე, ვიდრე ის ეჩეხება მომოცემულ ეტაპზე ამგვარ მძიმე პრობლემებს. ან იყო ამგვარი პრობლემების წინაშე გასული საუკუნის 90-იანებში. 90-იანებში ბუშის ხელისუფლებამ არ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რუსეთის სპეცსამსახურების განადგურების სრულად მიწასთან გასწორების თაობაზე. და ეს სპეცსამსახურები არის, რომლებიც რეალურად მართავენ რუსეთს. ამ სპეცსამსახურების შვილობილია პირმშოა პრეზიდენტი პუტინის და პრეზიდენტი პუტინის გარდა კიდევ არიან პირები, რომლებიც დღემდე საერთოდაც ფიქრობენ ერთიანი საბჭოთა კავშირის მაგვარის სახელმწიფოს აღდგენაზე. მე ახლა გაჩვენებთ ერთ ვიდეოს. ამ ვიდეოში არის უკანასკნელი გენერალური მდივანი კომუნისტური პარტიისა მიხაილ გორბაჩოვი. ის ტელეფონით ესაუბრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმფროსს. მოსკოვიდან ურეკავს ვაშინგტონში ბუშს. და ეს 91 წლის 25 დეკემბერია და ეუბნება შემდეგს და მე ვთარგმნი, ალაგ-ალაგ მაინც ვთარგმნი გენერალური მდივნის, არც ერთია ცოცხალი ახლა და არც მეორე, გორბაჩოვის სიტყვებს. Бодиши. В середине дня, ровно в 5 часов, президент Горбачев позвонил президенту Джорджу Бушу в Кэмп-Дэвид, в Мэриленде. Поставят Кэмп-Дэвидში და ურეკავს ბოდიში. Там было 10 часов рождественского утра. И мы получили... შობა დღეა 25 декемберია, დილის 10 საათია. Исключительное право снять их беседу. We were given exclusive rights to the videotape the conversation. Да, Джордж, дорогой, приветствую.
начала с приятного и поздравить вас с Рождеством, Барбару. ბარბარა ბუშსა და ჯორჯ ბუშ უფროს ულოცავს შობის დღესასწაულს. Слушаю. Я даже думал, когда же мне лучше выступать, во вторник или в среду. И с учетом вот этого я решился сегодня в конце дня. Today, by the end of the day. And my main intention is to help use my Горбачев сообщил Бушу, что он делает все возможное, чтобы воспрепятствовать дезинтеграции на территории бывшего Советского Союза. გორბაჩოვმა ბუშს უთხრა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს დეზინტეგრაციულ პროცესებს. აქ იგითხარით, რომ გორბაჩოვს უნდოდა, რომ საბჭოთა კავშირის არა მხოლოდ გორბაჩოვს, საბჭოთა კავშირის მაგვარი სახელმწიფო ერთგვარი კონგლომერატი ბალტიის სახელმწიფოების გარდა შენარჩუნებული იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და გორბაჩოვი ამას ეუბნება ბუშს, რომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არ დაიწყოს, არ გაგრძელდეს дезинтеграцიული პროცესებიო. Затем, в сцене, похожей на голливудские боевики, президент Советского Союза в последний раз обсудил с президентом Соединенных Штатов Америки проблемы ядерного оружия и контроля. Виртуальный бомби, контроли, ეხლაც ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. Сейчас вот у меня на столе лежит указ президента США. Ჩემს მაგიდაზე ახლა არის ბრძანება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტისაო, მე ფურცლავს ამას ხსნის ამ დოკუმენტს და რამდენიც მახსოვს კითხულობს. В связи с моей отставкой, говорит Горбачев, я также ухожу с поста Верховного главнокомандующего и передаю... უმაღლესი მთავარსარდალიც გადავდექი და უმაღლესი მთავარსარდალიც არ ვიქნებიო. საბჭოთა კავშირის იმ დროს საბჭოთა კავშირი წვეთს არსებობას გორბაჩოვის გადადგომის გათვალისწინებით, წასვლის გათვალისწინებით, მით უფრო контроль над ядерным оружием президенту Российской და Федерации. მეო ამ ბირთვული იარაღის კონტროლის უფლებას ვაძლევ ვუტოვებო უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბორის ელცინს. Ты можешь спокойно провести рождественский შესაბამისად დამშვიდდიო, შენ გაქვს უფლება, შესაძლებლობა რომ შვიდად გაატარო საშობაო ვარდადაგებიო. შობის დღესასწაული აღნიშნო შვიდადო, ეუბნება გორბაჩოვი ბუშს. Я уже довожу процесс до его завершения в конституционных рамках, и все остается и будет оставаться под очень строгим контролем. Этот указ войдет в силу, как только я ეს ბრძანება შევა ძალაში, როგორც კი მე მას ხელს მოვაწერო. объявлю об отставке. როგორც კი მე გადავდგებიო, მოდის ვიხდით, დიახ. Будет обеспечено, можете быть спокойны в этот рождественский вечер. ეს არის თავარი კითხვა. დღეს ბუშმა ეს ყველაფერი მიიღო, ბუშმა იმავე დღეს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ბუშმა 7 დღეში ამ წამიდან აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა, 3 იანვარს 8 დღეში. რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ეგრა მაგის პასუხია ძალიან საქართველოს დამოუკიდებლობასაც ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკელი პირველი უფროსი მამა ბუში. რომ ვიცოდეთ მაინც, აკი ამიტომაც შედგა ეს დიდი გადმოძახილი კამათი მასა და ზვიადგამსახურდიას შორის დინების წინააღმდეგ მოძრაობისა და დინების მიმართულებით მოძრაობის თაობაზე. ვახტანგ ბახტაძე, ჩემი მეგობარი, ზვიადგამსახურდიას ოდინდელი მომხრე წერს საბჭოთა კავშირი დაშლა გორბაჩოვისა და ბუშის სატელეფონო საუბარი 25/12/91 წელი 91 წლის 25 დეკემბერს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი თავის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეფონით უკავშირდება შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს უფროს და ეუბნება რომ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მაგივრად ანუ ჩემს მაგივრად დღეიდან რუსეთის პრეზიდენტი და დსთ-ის ლიდერი ბორის ელცინი გააკონტროლებს ყველაფერს ბირთვული იარაღის კონტროლზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ ეს საუბარი მიმდინარეობდა 25 დეკემბერს და გამსახურდია მანამდე არ თქვა არ განაცხადა თანხმობა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის კრაჩობილი დსთ-ში საქართველოს შეყვანის თაობაზე დსთ-ში ხო არ მეშლება ხელი მოეწერა ხელი არ გამოეთქვა სული შეერთებოდა 91-21 ალმატაში შემდგარი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მაგიერ მხოლოდ ბალტიელების გამოკლებით დამოუკიდებელთა სახელმწიფოთა თანამეგობრობის დსთ-ში შექმნას არ მოაწერა ხელი. კრაჩობილი იყო ეს ორგანიზაცია, საკვირველია ის სივრცე ახლაც არსებობს, მაგრამ ვის რაჯანდაბად უნდა. მთავარი კითხვა არის ახლა ამგვარი ერთ-ერთი მთავარი კითხვა დასავლეთი ბოლომდე ჩაკლავს თუ არა
რუსეთის ფედერაციას, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე რასაკვირველია დადგება მოიკვეთავს თუ არა ამ სიმსივნეს რუსეთის სახით, რუსეთის იმპერიული ამბიციების სახით, ახლა მაინც დასავლეთი და ეხლა თუ არ მოიკვეთავს, უნდა ვიცოდეთ, რომ 20-25 წლის შემდეგ, მაქსიმუმ 15 წელიწადში, ოპტიმალურად 10 წელიწადში შესაძლოა დასავლეთი უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება, როგორც დადგა საბჭოთა კავშირის დაშლიდან დაახლოებით 25-30-35 წელიწადში. ნახვამდის.